მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ. ახლა მინიშნებები რა იქნება თქვენთვის მანძილებისგან. შეგახსენებთ, რომ 6 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით არის წლის განმავლობაში ყველაზე ენერგეტიკულად ძლიერი დღეები, წმინდა დღეები, სადაც ენერგეტიკის წაკითხვა და მიღება და მაქსიმალური სიზუსტე არის თითქმის არ მომერიდება გითხრათ 95%-ით საერთო გაშლების დროსაც კი ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეებში გაიგოთ ის რაც გაინტერესებთ და პირადი გაშლებით და გაინტერესებთ ტელეგრამზე გადმოდით და აუცილებლად გიკეთებთ თქვენ პირად გაშლას და დაგეხმარებით და გააგებინებთ ფასებს ამასთან დაკავშირებით. გავიგოთ ახლა იმისთვის რომ გაარკვიოთ რამდენად თქვენი ეს გაშლა რა ენერგიებში ხართ ახლა დღესდღეობით როცა აი ამ გაშლას უყურებთ. ტუს შესლი. წინა გაშლას დავიწყეთ ტუს შესლით, მოკლედ ძალიან აღტკინებული ენერგეტიკა გაქვთ, ვისაც არ გინახიათ, სავარაუდოდ გაგრძელებაა თქვენი გაშლის და გადადისა წინა გაშლას ნახეთ და მოწონებები არ დაგავიწყეთ. ახალი ენერგიის, ახალი წყარო გაქვთ სიყვარულთან მიმართებაში, ახალი პიროვნება სავარაუდოდ თქვენ ცხოვრებაში შემოსული, რომელთან მიმართებაშიც ორმხრივ სიყვარულს და ორმხრივ გულწრფელობას გრძნობთ ამ ადამიანისგან, რომ ეს ის არის, ვინც თქვენ გინდათ, ვინც თქვენ გახარებთ, ვინც თქვენ სულს და სხეულს ავსებს მაქსიმალურად. გრძნობთ იმას, რომ ეს არის ორმხრივი და არა მხოლოდ თქვენ გაქვთ ეს გრძნობა, მისგანაც იგივენაირი გულწრფელობა, სითბო და ადამიანს თვალებში რო უყურებ და გრძნობ მის ხასიათს, მის სურვილებს, მის შეგრძნებებს, არ გჭირდება ზედმეტი ლაპარაკი იმისთვის, რომ გაიგო და გებულობ, რომ ეს არის შენი პიროვნება, შენი ადამიანი, ვინც გავსებს ყველანაირად. ახლებური ცეცხლით და ახალი შეზლით ხართ მის მიმართ აღტკინებული. ეს არის ზოგიერთისთვის იქნება რომ ახალი პიროვნება, რომელიც სრულიად გადაატრიალა თქვენი ცხოვრება და სიყვარული გაგრძნობინათ, ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს ნამდვილი სიყვარულის პირველი გამოვლინება თქვენ ცხოვრებაში და ეს არის ის ცეცხლი, რომელიც გიზგიზებს თქვენ გულში და თქვენ თვალებში და სხვანაირად გიბჭყვინავთ თვალები, სხვანაირი ხალისი და ემოცია გაქვთ ყოველი გათენებული დილის და ასე ვთქვათ, გეიმედებათ, რომ ეს ადამიანი როგორც იქნა, იგრძენით სიყვარული ნამდვილი რა არის, ნამდვილი თქვენი ის პიროვნება, ვინც გავსებთ. სხვა დანარჩენისთვის იქნება ისე, რომ ეს არის თქვენი პიროვნება, რომელთან ურთიერთობაც ხელახლა, ასე ვთქვათ, მეორე ეტაპს გადის. ახალი აპდეითი, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში, სადაც სიყვარული მეფობს თქვენ ურთიერთობაში. ძალიან კარგი შეთავსებულობა გაქვთ ყველანაირად, სულიერად, ფიზიკურად, მაქსიმალურად უგებთ ერთმანეთს და გახარებთ ეს ყველაფერი და ეს ადამიანი არის თქვენი კარმული პიროვნება. ეს ადამიანი თქვენც გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენი კარმა, თქვენი დამსახურება, თქვენი საჩუქარია სამყაროსგან იმ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გადაგიტანიათ და რა ურთიერთობებშიც ენერგიას დებდით და არ გამოდიოდა, ღირდა ამათო, ღირდა აი ამ ლოდინათო, იმიტომ რომ სამყარომ და კარმამ მაჩვენა, რომ და მაღალმა ძალებმა, რომ აი იმიტომ არ გამომდიოდა, რომ აი ამ ადამიანს უნდა შევხვედროთი და გამომსვლოდა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პიროვნება, ეს არის მაღალი ძალებიდან მომდინარე თქვენი ბედის პიროვნება, თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელიც გავსებთ მაქსიმალურად სიყვარულს გაგრძნობინებთ, მისი მხრიდან არის თასის მაქსიმალურად გამოვლინება და ეს არ არის ბავშვური ემოციები, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული მეფე წყლის, რომელიც შეიძლება გვიჩვენოს, რომ წყლის სტიქიასაც წარმოადგენს ეს პიროვნება, თევზების კიბორჩხალას ან მორიელის ნიშანს, მაგრამ ეს არის მისი ემოციური ფონი, რომელსაც ის არ მალავს და გიჩვენებთ მაქსიმალურად თქვენთან მიმართებაში. მოკლედ, ესეთი ენერგეტიკა გაქვთ, თუ ხვდებით, რომ თქვენზეა ეს გაშლა, როცა ამ გაშლას უყურებთ, განაგრძეთ მაშინ, გავიგოთ. გავიხსენე გაშლა, გავიგოთ მაღალი ძალები რას გაცნობებენ, რის თქმა უნდა თქვენთვის, რაც ახლა უნდა იცოდეთ.
ყველა ვარიანტში ლაიკები არ დაგესაროთ და არ დაგავიწყდეთ და ასევე თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მახარებს ყველას თბილი სიტყვები და კომენტარები. გეტყვით ახლა სამი კარტიდან ორი მაღალი არკანი ამოვიდა, ეს არის შრიცა, მეორე მაღალი არკანი, ეს არის ფარული რაღაცა თქვენი ოცნება, ასევე მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი, ეს შეიძლება წარმოადგენდეს თქვენ იმ ვარსკვლავს, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ, ოცნებობთ და იდუმალი ფიქრი გაქვთ, ესეთი არ ახმოვანებთ, არ უყვებით ხალხს. განსაკუთრებული ჩანაფიქრი გაქვთ თქვენი რაღაცა სფეროსთან დაკავშირებით, რაზეც ცოტა ჩაკეტილი ხართ, ახლა არ გამოგდით, ვერ ხედავთ გამოსავალს, არ გინდათ ამ თემასთან დაკავშირებით კონფლიქტი ზოგიერთებს, არ გინდათ ამ თემას გახმოვანება, ვერ ხედავთ პროგრესირებას, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ურთიერთობაზე, ამ სამუშაო სფეროზე, ყველას თქვენი გაქვთ აი ეს საიდუმლო რაც გაქვთ, რასაც გულში ინახავთ და აი ესეთია შორი პერსპექტივაა თქვენთვის, რომ აი ეს მოვა და ახდება. მინდა გითხრათ, რომ აი ამასთან დაკავშირებით კიდევ ორი მაღალი არკანი ზედიზედ მე-12 მაღალი არკანი, რომელიც არის დაკიდებული ადამიანი და გაშეშებული ერთ სიტუაციაში. აი არ ვითარდებოდა ეს სიტუაცია, არ მიდიოდა წინ. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მე-8 მაღალი არკანი ძალა. თქვენი ძალა უნდა მიმართოთ ამ თემასთან დაკავშირებითო, მაღალი ძალები გეუბნებიან, აი ესე გაშეშებული დიდხანს ვერ იქნებით და ეს არის ეხლა არ ხართ, უკვე რაღაც პერიოდი აი ამ გაშეშებულ ვითარებაში ხართ, ეს იქნება ფინანსების მიღების სფერო, ეს იქნება სამუშაო სფერო, ვერ პოულობთ თქვენს სასურველ სამუშაოს, ან საერთოდ უმუშევარი ხართ ზოგიერთებისთვის, ასეთ შეიძლება იყოს ურთიერთობაში პროგრესირება არ გაქვთ, ვერ გადადის თქვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე, რაღაცა ტკეპნით ერთ ადგილს გაშეშებული ხართ და ეს არ არის კომფორტული, ეს მსხვერპლის როლში გრძნობთ თქვენ თავს, ეს არის მსხვერპლი, რომელიც დაკიდებულია და უნდა არ უნდა აი ამ სიტუაციაში ცალფეხზე დაკიდებული არა კომფორტულად გრძნობთ თქვენ თავს, ამასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ თქვენი ენერგეტიკა გეუბნებათ მაღალი ძალები, თქვენი სულიერი სიბრძნე თუ ქალბატონები ხართ, თქვენი ქალური ძალა, შინაგანი ძალა გამოავლინოთ, რომ მოთოკოთ და მოალბოთ აი ეს ლომი, რომელიც არის წინააღმდეგობის სახით. ეს იქნება თქვენი პიროვნების ურთიერთობასთან დაკავშირებული მისი მოლბობა და თქვენი ქალური სიძლიერის გამოყენება, თუ სამუშაო სფეროსთან მიმართებაში, რომ ძალის მიმართვა და ძალის ხმევა, მოკლედ ესე ვთქვათ, დაგჭირდებათ, რომ მიმართოთ, ისე არაფერი არ გამოვა. იქნებით აი ესე დაკიდებულ ვითარებაში და ყველა ვარიანტში არაკომფორტულად იგრძნობთ კიდევ უფრო დიდხანს თავს, აქედან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ, უნდა მიმართოთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი რბილი სიტყვაც, თქვენი რაღაც მომენტში ის მოთაფლვაც, ცოტა ეშმაკურად, ცოტა სიბრძნის გამოხატულებაც, დაფიქრებაც, აი ნაბიჯის გადადგმა და ძალის ხმევის ჩადება მაქსიმალურად აი ამ თქვენი საოცნებო სურვილის ახდენაში, ვისაც რა გქონთ, კიდე მეორე აღარ ჩაუყვები, ყველას თქვენი გაქვთ და მიხვდებით რა თემას ეხება. კიდევ რას გეუბნებათ მაღალი ძალები, რაც უნდა იცოდეთ ახლა, ისევ მაღალი არკანი ამოდის. და კიდევ სამ კარტში ორი მაღალი არკანი ამოდის. მოკლედ, მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ თუ ვინმეს სულიერების გზაზე დგეხართ და იპოვეთ თქვენი მამაო, თქვენი წინამძღოლი, თქვენი ტაროლოგიც, თქვენი ფსიქოლოგიც, ეს არის სულიერების კარტი, ეს არის მაღალი ფსიქოლოგიის, მაღალი სულიერების კარტი. შეიძლება თქვენ ხართ ვიღაცის წინამძღოლი, უბრალოდ თქვენ ასწავლით, თქვენ მიგყავთ ადამიანების სულიერების გზაზე და ამ მიმართულებით მაქსიმალურად მიმართეთ თქვენი ენერგეტიკა, ვინაიდან ეს არის ის, რაც თქვენ სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებთ და ემოციურ ბალანსში გამყოფებთ და ეს არის ასევე მე-14 მაღალი არკანი, ანგელოზის კარტი, ანუ თქვენი ანგელოზები და თქვენი მაღალი ძალები, ვიზეც ლოცულობთ, რასაც ლოცულობთ, ღმერთს, რასაკვირველია პირველ რიგში, ყველა ფერი წავა თქვენი აი ამ საქმის წარმატებისკენ და ამის
თვის ძალის ჩადება არ დაგენანოთ. თუ ვინმე ასეთი პიროვნება იპოვეთ, ვინც სულიერებას თქვენსას და ფსიქოლოგიას ამშვიდებს და აწმარებს და აბალანსებს ამ კარტით, აი ეს იქნება ძალიან კარგი მიმართულება.